მსოფლიო ახალი წლის დადგომას ყოველთვის განსაკუთრებულად ელის და შესაბამისადაც აღნიშნავს. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა საახალწლო ტრადიცია აქვს, რაც მათი კულტურიდან და ყოფაცხოვრებიდან გამომდინარეობს. საქართველოში ჩვენ წელსაც გვექნება საცივი და ტკბილეულობა სუფრაზე, აგრეთვე ღვინო. დილით ნაბახუსევი და საღამოს კვლავ ხალხმრავლობა. შემდეგ ეს საახალწლო არეულობა ჩაცხრება და ისევ მშვიდად გავაგრძელებთ ცხოვრებას. თუმცა ეს ყველაფერი ხომ ისედაც კარგად ვიცით. საინტერესოა როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში და რამდენად სახალისოა საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს გარშემო. ნამდვილად არასასიამოვნო მომენტია, როდესაც ვინმე თქვენს ფოტოს წვავს, მაგრამ სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ეკვადორში აღნიშნული ფაქტი ნამდვილი დღესასწაულია. ადგილობრივები აგროვებენ სურათებს, რომლებზეც წინა წლის მოვლენები და ფაქტებია ასახული და წვავენ. ეს კი ძველთან განშორების სიმბოლოა. აუ ნახე რა მაგარი ფოტო გადავიღე. მექსიკაში ყველაფერი გაცილებით სასიამოვნო და სახალისოა, თუმცა არანაკლებ უცნაური. ახალ წელს ამ ქვეყანაში ფერადი ტრუსებით ხვდებიან. მექსიკაში ვისაც სურს რომ მომავალ წელს საბედო იპოვოს, წითელ ტრუსს იცვამს. თუ სურს რომ უბრალოდ ბედნიერი წელი ჰქონდეს, ყვითელს. და თუ ზუსტად 12 საათზე სწრაფად გაიქცევიან და ტრუსებს გამოიცვლიან, მით უკეთესი ახალი წელი ექნებათ. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ სახლში ვერ იპოვეთ ყვითელი ან წითელი ფერის ტრუსი, ან გარკვეული მიზეზების გამო 12 საათზე ვერ მოასწარეთ სწრაფად გაქცევა და გამოცვლა, სამწუხაროდ მექსიკელების აზრით თქვენ არც თუ ისე კარგი ახალი წელი გექნებათ. ახალი წელი აღინიშნება 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის ახალ მთვარეობისას. ჩინელებს მიაჩნიათ, რომ ახალი წელი გარშემორტყმულია ბოროტის ულებით, ამიტომ ისინი ხმაურით უნდა განდევნონ. ახალ წელს ჩინეთში არაა მიღებული საათის ჩუქება, რადგან ეს ნივთი ასოცირდება დროის წარმავლობასა და ყოფიერების ამავებასთან. ამიტომ თუ ჩინეთში ახალ წელს ძვირად ღირებულ საათს გაჩუქებენ, იცოდეთ, რომ ეს ცუდი სიმბოლოა. არა, ეს სხვა ქვეყნის არის, არა, წადიდგა. ფინეთში შობის წინა დღეს აუცილებლად მიირთმევენ ბრინჯის ფაფას, სვავენ ქლიავის წვენს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ნაძვისხის მორთვას. აქ უცნაური არაფერია, თუმცა ფინეთში არსებობს ერთი ძალიან საინტერესო საახალწლო ტრადიცია. ეს არის საბედოს ამოსაცნობად მკითხაობის რიტუალი. ყველაზე გავრცელებული თურმე კალით მკითხაობა ყოფილა. გოგონები გამდნარ კალას ჭიქაში ასხამენ. შემდეგ ამ წყალში დასველებულ პირსახოთს მთელი ღამის განმავლობაში ბალიშის ქვეშ ინახავენ, იმისთვის რომ ახალი წლის ღამეს თავიანთი საქმრო დაესიზმროთ. ხო, კი, დამესიზმრა, კი. რავი, არა არის რა. ინგლისში მე-20 საუკუნემდე ერთი ორიგინალური ჩვეულება არსებობდა. ვინც წლის ბოლოს დადებდა ფიცს, რომ მთელი წლის განმავლობაში არ წაეჭღუებოდა მეუღლეს, ის ქალაქისგან ჯილდოდ ხორის ბარკალს იღებდა. 1154 წლიდან 1907 წლამდე ასეთი ჯილდო მხოლოდ 8 მამაკაცმა მიიღო. ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება, თუმცა ამჯერად ყოველ ახალ წელს მამაკაცები უანგაროდ პირდებიან მეუღლეებს, რომ არ ეჭღუბებიან. რამდენად კარგად ასრულებენ პირობას, ეს ცოლებმა გადაწყვიტონ. იტალიელებს სჯერათ, რომ ახალ წელს სულაც არაა საჭირო შეხვდეთ ძველი და არასაჭირო ნივთებით. ამიტომ ახალი წლის ღამეს მათთვის ყველაზე სასიამოვნოა ძველი ნივთების ფანჯრიდან გადახრა. აქედან გამომდინარე, ალბათ საკმაოდ ექსტრემალური იქნება იტალიის ქუჩებში ახალი წლის ღამეს სეირნობა. ღამეს სეირნობა. საახალწლო ნაძვისხეს სათამაშო ობობებითა და ქსელებით რთავენ. ტრადიციის თანახმად ახალი წლის დილით ნაძვისხეზე ჩამომჯდარი ობობა იღბლის მომტანია. აი რა უნდა იყოს იმაზე საახალწლო სანახაობა, ვიდრე ნაძვისხეზე ჩამომჯდარი ობობა. ის ვინც საკუთარ სახლს ჩემოდმით ხელში შემოუვლის, დიდი ხნის ნატრას აისრულებს და სამოგზაუროდ გაემგზავრება.
როდესაც სხვა ქვეყნებში ახალი წლის მოსვლას შამპანიურად ხელში ხვდებიან, პერუში მრავლად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ჩემოდნით ხელში სახლის გარშემო დადიან. რას დაესწარით? დანიაში მეზობლები ერთმანეთს სახლთან ძველ საჭმელსა და ნაგავს უტოვებენ. თუმცა რატო აკეთებენ დანიაში, ამას ალბათ თვითონაც არ იციან. ეს უბრალოდ ტრადიციაა. ასე რომ საახალწლო და საშობაო ტრადიციები მსოფლიოს გარშემო მართლაც ძალიან უცნაური და ამავდროულად სასაცილოა. თუმცა ფაქტია, რომ ამ დღეს ყველა ვაკეთებთ იმას, რაც გვსიამოვნებს და რაც ბედნიერებასთან და წარმატებულ ახალწელთან ასოცირდება.